ძაღლი დიანა 5 ცალ ძაღლის ბისკვიტს იღებს ფრიზბის მოტანისთვის და 3 ცალ ძაღლის ბისკვიტს ბურთის მოტანისთვის. ესე იგი, მოდი მაგას ხაზს გავუსვამ კიდეც მე. 5 ცალ ძაღლის ბისკვიტს იღებს ფრიზბისთვის და 3 ცალ ძაღლის ბისკვიტს იღებს ბურთისთვის. კარგი. მას გადაწყვეტილი აქვს დიცალი ძაღლის ბისკვიტი მაინც მიიღოს, სანამ თავის კუდს დაუწყებს დევნას. ქვემოთ მოყვანილი უტოლობის გრაფიკი გვიჩვენებს ყველა შესაძლო ვარიანტს, სადაც დიანას F-ჯერ მოაქვს ფრიზბი და B-ჯერ მოაქვს ბურთი, რომ დიცალი ძაღლის ბისკვიტი მიიღოს. გრაფიკის მიხედვით მაქსიმუმ რამდენი ძაღლის ბისკვიტის მიღება სურს დიანას საკუთარი კუდის დევნამდე. სხვა სიტყვებით, რისი ტოლი არის D. მოდი ნახოთ, ესე იგი, მე მეუბნებიან, რომ თუ ფრიზბის მოიტანს დიანა, მაშინ მას მისცემენ 5 ცალ ძაღლის ბისკვიტს, ესე იგი, რამდენჯერაც მოაქვს ფრიზბი, იმდენჯერ 5 ძაღლის ბისკვიტს აძლევენ და ასევე, მოდი დავუმატოთ ამას, თუ მოიტანს, უпростоრად არა, ეს ფრიზბი უნდა იყოს, ბოდიში. 5 ცალ ძაღლის ბისკვიტს აძლევენ თუ მოიტანს ფრიზბის. ამიტომ აქ დავწერ მოდი ფრიზბის. ესე იგი 5F ცალ 5ჯერ F ცალ ძაღლის ბისკვიტს იღებს თუ F ჯერ მოიტანა ფრიზბი და ამას დამატებული 3ჯერ B ცალ ძაღლის ბისკვიტს მიიღებს თუ B ჯერ დაიჭირა ბურთი. და ეს, როგორც მეუბნებიან მე, უნდა იყოს რაღაცა მაქსიმალური რიცხვის ტოლი ან ნაკლები. ანუ მას უნდა რომ შეჭამოს რაღაც მაქსიმალური რაოდენობა ძაღლის ბისკვიტები ან ნაკლები და მერე გადავა სხვა საქმეზე, კერძოდ თავის კუდის დევნას. ახლა ქვევით მოცემული მაქვს ესეთი სიტუაცია, სხვათა შორის ბარემ აღნიშნო რომ აქეთ არის ფრიზბის რაოდენობა და აქეთ არის ბურთების რაოდენობა. ასე დავწერ გადაზომილი, მაინც რომ ვიცოდეთ. და ეს ხაზი რას მიჩვენებს? ეს ხაზი არის კომბინაცია ბურთების და ბურთის და ფრიზბის დაჭერის რაოდენობების. ანუ როცა მაქსიმალურ რაოდენობას იღებს ამ ბისკვიტების, რაც თვითონ უნდა. მაგალითისთვის, ცხადია შეგვიძლია დავთვალოთ, თქვათ ვიპოვოთ ეს წერტილი, მაგალითად 1 თუ თქვათ 1.8. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ მან მოიტანა უბრალოდ 1 ფრიზბი, ესე იგი 5 ბისკვიტი მიიღო, იმიტომ რომ 1ჯერ 5 ბისკვიტს მისცემენ, რადგან 1 ფრიზბი მოიტანა და ამას დამატებული 8 ბურთი, ესე 8ჯერ დაიჭირა ბურთი, ანუ 3ჯერ 8 ბურთს მისცემენ, 3ჯერ 8 ბისკვიტს მისცემენ კიდევ, იმიტომ რომ 8 ბურთი მოიტანა. რაც ჯამში არის 24 + 5, ანუ 29. მაგრამ ეს არ არის მაქსიმალური რაოდენობა. მე მაინტერესებს მაქსიმუმ რამდენი შეიძლება შეჭამოს, სანამ გადავა თავის კუდის დევნაზე. და ეს ლურჯი ხაზი ზუსტად მაგ მაქსიმუმს შეესაბამება. და სიმარტივისთვის თქვათ რომ ავიღოთ ესეთი შემთხვევა, როცა არც ერთი ფრიზბი არ დაუჭერია, არც ერთხელ არ დაუჭერია და დაიჭირა 10 ბურთი. თუ დაიჭირა 10 ბურთი, ეს შემთხვევა ნიშნავს, რომ ესე იგი 0ჯერ F და ამიტომ F-ს აღარ დავწერ, მაგრამ სამაგიეროდ 10ჯერ B. 10ჯერ B ბისკვიტს, ძაღლის ბისკვიტს. და B ვიცი რომ არის 10 ტოლი და მაქსიმუმს შეესაბამება, ერთ-ერთი ვარიანტი არის მაქსიმუმის, ბევრი ვარიანტიდან. და ეს რა არის, ესე იგი, რადგან უпростоრად მიიღებს 3ჯერ B-ს ბოდიში, მიიღებს 3ჯერ B-ს, იმიტომ რომ მოცემული მაქვს პირობის მიხედვით, რომ ამდენჯერაც დაიჭერს ბურთს, იმდენჯერ 3 ბისკვიტი ეკუთვნის, შესაბამისად ექნება 3 გამრავლებული B-ზე და რადგან ვამბობ რომ 10-იანი შეესაბამება მაქსიმუმ რაოდენობას, 10-იანი რადგან შეესაბამება მაქსიმალურ რაოდენობას ბისკვიტების, როცა მარტო 10 ბურთი აქვს დაჭერილი, ეს იქნება 3ჯერ 10. ანუ ეს არის 3ჯერ 10 იგივე 30. ესე იგი, გამოდის რომ ერთი ვარიანტი, როცა მაქსიმალურ რაოდენობა ბისკვიტებს იღებს, არის როცა 0 ფრიზბის იჭერს, მაგრამ 10ჯერ იჭერს ბურთს და ეს ყოფილა 30. სხვა კომბინაციაც შეგვიძლია ვნახოთ. მაგალითად, შეგვიძლია პირიქით შევსაბამოთ ფრიზბის დაჭერების რაოდენობა. მაგალითად, რომ არ დაიჭიროს არც ერთხელ, აი 0ჯერ რომ დაიჭიროს ბურთი და 6ჯერ დაიჭიროს ფრიზბი. ეგ ნიშნავს, რომ 5ჯერ F, ანუ 5ჯერ 6 ბისკვიტი ეკუთვნის, 5ჯერ იმიტომ რომ ისე მოცემულობის მიხედვით და 5ჯერ 6-იც ასევე არის 30. ესე იგი, მაქსიმალური რაოდენობა თურმე მაქსიმალური რაოდენობა რისი ტოლია რომ გვეკითხებიან, არის 30. ანუ მაქსიმუმ 30 ბისკვიტს რომ შეჭამს, მერე დაანებებს თავს ამ რაღაცების დევნას და უკვე გადავა თავის კუდის დევნაზე. და მეორე კითხვა არის ესეთი: შეძლებს დიანა თავისი გეგმის შესრულებას ფრიზბის 4ჯერ და ბურთის 2ჯერ მოტანით. აი მოდი გრაფიკზე რომ მოვძებნოთ, ეგ რას ნიშნავს. ესე იგი, მეკითხებიან რამდენი ფრიზბის 4ჯერ და ბურთის 2ჯერ. ეს ნიშნავს აი აქ ყოფნას. ახლა ეს კომბინაცია რას მისცემს? ეს კომბინაცია მისცემს 4ჯერ 5-ს დამატებული 2ჯერ 3. რაც არის რამდენი? 20 + 6 26. 26 მაქსიმუმზე ნაკლები კია, მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს? ჩვენ გითხრეს რომ მაქსიმუმ ამდენი ბისკვიტი უნდა ან ნაკლები. ამიტომ არის გალურჯებულია ეს ნაკლები ვარიანტი. შესაბამისად, ნაკლები ბისკვიტი რომ შეჭამა, შეიძლება მაშინაც ადგეს და გადავიდეს უკვე თავის კუდის დევნაზე. ამიტომ თავის მიზანს ასეც მიაღწევს ნამდვილად.